კოალიციის ლიდერი გავრცელებული აუდიო ჩანაწერების თემასაც შეეხო. ბიძინა ივანიშვილის თქმით, მისი დაცვის წევრის მიერ ატვირთული ფარული აუდიო ჩანაწერები დამონტაჟებულიც რომ არ იყოს, კატასტროფა არ არის. მისი თქმით, ბესოსურმავა ძალიან კარგი ადამიანია და მასთან მეგობრობდა კიდეც, როგორც დაცვის დანარჩენ წევრებთან. ივანიშვილის აზრით, ეს ხელისუფლების ახალი ფანდია, რათა გუნდის წევრები ერთმანეთს გადაჭიდოს. ივანიშვილის შეფასებით, ამით ცდილობენ როგორმე გადაფარონ ის წამებები, რამაც მთელი მსოფლიო შორში ჩაარდო. შეგახსენებთ, გუშინ ინტერნეტ სივრცეში რამდენიმე აუდიო ჩანაწერი გავრცელდა, სადაც კოალიცია ქართული ოცნების წევრები ერთმანეთს ლანძღავენ. ეს ძალიან კარგი ადამიანია, მე მეგობრობდი მასთან, ყველა დაცვის წევრთან მეგობრობ. მთელი ჩემი დაცვა შოქშია, ვერ გაუგიათ რა ხდება და ძალიან დიდი ეჭვია, რომ ეს ისევ ხელისუფლების ახალი ფანდია. რაც შეეხება ჩანაწერებს, რა თქმა უნდა, სურმავა არაფერ შუაში არაა, ეს ჩვეულებრივი, ტიპიურია, რომ ისინი ყველაფერს უსმენენ, ყველაფერს იწერენ და ეს კომბინაცია გაკეთებულია ხელისუფლების მიერ. ამ წუთებში კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი მსოფლიო პრესის წარმომადგენლებს ხვდება წინასაარჩევნო პერიოდი, მასთან დაკავშირებული გართულებები, ასევე სამომავლო გეგმები და პერსპექტივები ამ თემებზე ისაუბრებს ივანიშვილი. არჩევნებამდე 3 დღით ადრე უცხოელ ჟურნალისტებთან ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში შეგვიძლია ჩავთოთ ეს შეხვედრა. ჩვენ პოდის ვიხდით ტექნიკური ხარვეზისთვის მოგვიანებით შემოგთავაზებთ ამ პრესკონფერენციას. ცოტა ხნის წინ ინტერნეტით კიდევ 4 აუდიო ჩანაწერი გაჩნდა ბესოსურმავას სახელით კუსიანი და სანდრო ბრედაძე კალაძის ქურდებთან შეხვედრის შესახებ. ირაკლი ღარიბაშვილი და ზურაბ ირგვავა მაია ფანჯიკიძის შესახებ, რია ხუხაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი მეცხრე არხის კონტროლის შესახებ. ირაკლი მელაშვილი და გუბა სანიკიძე ქართული ოცნების შესახებ. ჩვენ ახლა რამდენიმე ფრაგმენტ შემოგთავაზებთ ამ ჩანაწერებიდან. ბატონებიძე არსებობს სამებაში ყველაზე კარგი ტიპი თარგამაძე გამოიყენა. ბიძინა მოჭრეს, თარგამაძე როგორ შეიძლება ბავშვი ბიჭო? არა, მე გააკეთეს. ამის შემდეგ რა ხდება? ყველა საინტერესო იცი რა იყო? ქუთაისიდან, აღლუმიდან გააკეთეს პირდაპირ ჩათვა. გამოაცხადეს, ეს რა მაგარი რაღაცა